ასეთი ტრაგიკომედიების ავტორები გახლავთ იონესკო, დიურენ-მატი და სხვები. ამ გარემოების საფუძველზე დასავლეთის ესთეტიკურ თეორიებში ვრცელდება აზრი იმის შესახებ, რომ რამდენადაც თანამედროვე ადამიანი მისი საკუთარი თვალსაზრისითაც კი მეტად უმნიშვნელო არსებას წარმოადგენს, იგი არ შეიძლება ტრაგიკული გმირი იყოს. ჭეშმარიტი ტრაგიკული ხომ აუცილებლად ამაღლებულიცაა ამავე დროს. სწორედ ამიტომ შექსპირის შემდეგ აღარ იწერება კარგი ტრაგედიები. თავიანთი თვალსაზრისის განსამტკიცებლად, მაგალითად, კონფორმისტული მოძღვრების მიმდევარი ამერიკული ლიტერატურის კრიტიკოსები და სოციოლოგები ლაპარაკობენ ჩვენი დროის ირაციონალობაზე და აგრეთვე დიად და კეთილშობილ ხასიათთა გაქრობაზე, რომელთა გარეშეც ტრაგედია წარმოუდგენელია. დიურენ-მატი, რომელიც იზიარებს ამგვარ აზრს, არ უარყოფს ტრაგიკული სიტუაციების არსებობას, მაგრამ თვლის, რომ ჩვენი დროის ტრაგიზმის გადმოცემა მხოლოდ კომედიაშია შესაძლებელი. ტრაგედია მისი აზრით გულისხმობს შეცდომას, სინანულს, დასჯას, პასუხისმგებლობას. ახლა კი აღარც დამნაშავეები არიან და აღარც პასუხისმგებლები. დამნაშავე გარკვეულწილად ყველა. მე-21 საუკუნეში რომ ანტიკურის მსგავსი ტრაგედიის შექმნა შეუძლებელია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ შეიძლება ტრაგედიის შექმნა. ნათქვამის დასტურად გამოდგება არტურ მილერის კომივოიაჟორის სიკვდილი, ანჟეევსკისა და ვაიდას ფერფლი და ალმასი, ანდრეი ტარკოვსკის ივანეს ბავშვობა, ჟან ანუის ანტიგონე, გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი, კონსტანტინე გამსახურდიას მთვარის მოტაცება, მიხეილ რომის 1 წლის 9 დღე, მიხეილ კალატოზოვის მიფრინავენ წეროები, ჭაბუ ამირეჯიბის დათა თუთაშხია, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოადგენენ ტრაგედიებს. მტკიცება, თითქოს ჩვენს დროში არ არსებობენ ჭეშმარიტად დიადი და კეთილშობილი ხასიათები უსაფუძვლოა. ვერც იმ ფაქტს უარყოფთ, რომ ჩვენს დროში ტრაგიკომედია უფრო ხშირი მოვლენაა ვიდრე ტრაგედია. მე-20 საუკუნემ საბოლოოდ გააცამტვერა კომიკურის ტრაგიკულისაგან ჩინური კედლით შემოსაზღვრის კლასიკური ცდები. ასეთი გამოცალკევება ხელოვნური იქნებოდა და ცხოვრების მოთხოვნათა საწინააღმდეგო, რამდენადაც კომიკური და ტრაგიკული და არა მხოლოდ თანაარსებობენ რეალურ სინამდვილეში, არამედ განუყრელად ერწყმიან ერთმანეთს ისევე, როგორც მცირე დიდს, დაბალი ამაღლებულს, მშვენიერი უგვაროს. კომიკურისა და ტრაგიკულის შერწყმა და კონფრონტაცია განსხვავებული ფორმებით ვლინდება და განსხვავებულ ფუნქციებსაც ასრულებს, არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სახეში, არამედ ერთი სახის განსხვავებულ ნაწარმოებებშიც კი. სატირაში გამოხატული ტრაგიკული და ტრაგიკომიკური შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩარლი ჩაპლინის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ძაღლური ცხოვრება, ახალი დროება, დიქტატორი. მაგრამ ჩაპლინს განსაკუთრებით ეხერხება ტრაგიკულისა და ტრაგიკომიკურის იუმორის საფარქვეშ ჩვენება. მაგალითად, დიდი ქალაქის ჩირაღნებში, ოქროს ციებ-ცხელებასა და სხვა მრავალ ფილმში კომიკურისა და ტრაგიკულის გადახლართვა ამდიდრებს მკითხველისა და მაყურებლის შეგრძნებას. იწვევს ცხოვრების ფილოსოფიური განსჯის მოთხოვნილებას. სატირული კომიზმის ელემენტებს შეიძლება შევხვდეთ ზოგ არსებითად ტრაგიკულ ნაწარმოებებშიც. მაგალითად, გოიასთან, ჩეხოვის დიაცებსა და პალატა ნომერ 6-ში. ყველაზე გავრცელებულ ხერხად შეიძლება ჩაითვალოს კომიკური სახეების, სიტუაციებისა და მოტივების
გამუდმებული გადახლართვა, ტრაგიკულში, მაგალითად, მიუსეს ნაწარმოებში სიყვარული სახუმარო არა, ან რეჟისორ კომენჩინის ფილმში ყველანი სახლებში. უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს კომიკური და ტრაგიკული ასპექტების გათიშვა ერთსა და იმავე მოვლენებში, სიტუაციებსა და სახეებში, როგორც ამას ადგილი აქვს გოგოლის შეშლილის ჩანაწერებში, შინელში, ჩეხოვის სამდასა და ძია ვანიაში, იტალიურ ტრაგიკომედიაში ჟურნალისტი რომიდან, რობერტო როსელინის ფილმში გენერალი დე ლა როვერე, ამ უკანასკნელი ნაწარმოების ტრაგიკომიკური პათოსი იმაში ვლინდება, რომ დასაწყისში კომიკურად წარმოდგენილი პერსონაჟი ბოლოს ისეთ სიტუაციაში ხვდება, რომელიც მისგან ტრაგიკულ სირიადესა და გმირობას მოითხოვს და ამის უნარი, როგორც ირკვევა, მას სავსებით შესწევს. ტრაგიკული პრობლემები და ტრაგიკული შინაარსი შეიძლება გამოიხატოს აგრეთვე გროტესკულ კომიკური ფორმით. ამ პრინციპზეა დაფუძნებული ტრაგიკომიზმი ისეთ თანამედროვე ნაწარმოებებში, როგორებიცაა დიურენმატის მოხუცი ქალბატონის ვიზიტი, დიადი რომული, ფიზიკოსები, იონესკოს სკამები და სხვა.